დიახ, დღეს 5 საათზე ექსპო ჯორჯიაში მესამე პავილიონში გაიმართება დასაქმების ფესტივალი, დასაქმებისა და კარიერის ფესტივალი. ეს არის საარჩეულებრივი შესაძლებლობა კანდიდატებისთვის, რომ პირდაპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ და იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ამ ფესტივალის მიზანია ზუსტად ის, რომ დავაკავშიროთ სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებთან და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. ადგილზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიიდან და მოსულ სტუმრებს, კანდიდატებს, სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, რომ პირდაპირ მივიდნენ მათთვის საინტერესო დამსაქმებელთან, გაესაუბრონ და იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. რამდენად მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია ის სექტორები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან და ასევე საინტერესოა ჩვენს მაყურებელს მივცეთ გარკვეული რჩევები. ზოგადად გასაუბრებაზე წასვლამდე ვემზადებით ხოლმე. რა რჩევას მისცემდით? როგორ შეიძლება ისინი მოემზადონ? დღეს დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ინდუსტრიიდან კომპანიები, როგორიც არის რითეილ სფეროს, სამედიცინო სექტორის, სტუმართმასპინძლობის მიმართულება, სადაც ამ სექტორებში ვიცით, რომ ძალიან მაღალია მოთხოვნა და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ ადამიანს ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და გაესაუბრონ დამსაქმებლებს, არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება თქვენს კითხვას თუ რა რჩევები შეიძლება მივცეთ კანდიდატებს, პირველი რჩევა რაც მექნებოდა ეს არის, რომ ზუსტად იცოდნენ რა მოლოდინები აქვთ, რა იქნება თუნდაც მათი სახელფასო მოლოდინი და კითხვებზე თუ მაგალითად რა დაახლოებით რა სახელფასო მოლოდინს ითხოვენ, რეინჯი ესე ვთქვათ უთხრან დამსაქმებლებს და კარგად წარადგინონ საკუთარი თავი. დაახლოებით რამდენი აქტიური ვაკანსიაა ხელმისაწვდომი დღეისათვის რომ გითხრათ და შემდეგ უკვე გადავიდეთ 2017 წლიდან დღემდე მოცვა რამდენად ზრდადია წლიდან წლამდე. ჩვენ ვიცით რომ ამ პერიოდში როგორც თქვენ ბრძანეთ გაზრდილია უმშევრობის დონე ქვეყანაში. წარმოდგენილი ვაკანსიები იქნება 150 პოზიციამდე. შესაბამისად ძალიან კარგი შესაძლებლობაა რომ ყველა დაინტერესებული ადამიანი მოვიდეს და ერთი კითხვა თუ შეიძლება ქალბატონო ანა, იქვე ხდება ადგილზევე შერჩევა მოკლევადიანი პერსპექტივაში თუ ეს იწელება დროში და თუ გაქვთ ანუ ეს რაღაც აყვანის შემთხვევები პირდაპირ HR-თან. დიახ, მოსულ კანდიდატებს შეუძლიათ რომ პირდაპირ გაესაუბრონ შესაბამისად ჩაინიშნავენ HR მენეჯერები მათ საკონტაქტო ინფორმაციას და შემდგომში უკვე დაუკავშირდებიან და გააგრძელებენ მათთან კომუნიკაციას. როგორია თქვენი პირადი სტატისტიკა 9 წლიანი HR Hub-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფესტივალებზე დაახლოებით რამდენმა ადამიანმა იშოვა სამსახური? ზუსტ სტატისტიკას ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვითვლით, მაგრამ როგორც მოგმართავენ, ბევრმა ადამიანმა იპოვა სამსახური და ხელი შევუწყეთ მათ დასაქმებაში. აი, რომელი სფეროებია უფრო მოთხოვნადი და უშუალოდ უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, აი სამედიცინო სფერო უფრო მოთხოვნადია გაყიდვები და უშუალოდ კი, ამ პერიოდში ყველაზე მოთხოვნად სფეროთ რჩება სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია და რითეილ სექტორის წინა პოზიციები, სადაც გადინება ძალიან მაღალია და შესაბამისად დამსაქმებელსაც მუდმივი მოთხოვნა აქვს ამ პოზიციებზე და მომავლის პოზიციები თანდათან უფრო მომავლის პროფესიები და მათ შორის პოზიციები უფრო აქტუალური ხდება, მათ შორის როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, ისეთი ანალიტიკა, ისეთი უნარები და ცოდნა და კომპეტენციებიც, რაც ტექნოლოგიებს უკავშირდება, ანალიტიკურ აზროვნებას, ასე რომ მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩვენს სამუშაოს მაძიებლებს და კანდიდატებს, რომ ყოველთვის განვითარდნენ, მუდმივად განვითარდნენ და შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, იმიტომ რომ შრომის ბაზრის მოთხოვნები მუდმივად იცვლება და ასევე დღეს ჩვენ გვეყოლება სპიკერებიც, გარდა გასაუბრებებისა, სპიკერები გვეყოლება, რომლებიც წარმატების თემაზე, განვითარების თემაზე სწორედ გაუზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას მოსულ აუდიტორიას. გვეყოლებიან როგორც მარკეტინგის სპეციალისტები, მენეჯერები, ბიზნეს სექტორის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები და დამწყებ პროფესიონალებს რჩევებსაც მისცემენ. კი ბატონო, საინტერესოა შემდეგ სადმე თუ განთავსდება, ვინც ვერ შეძლებს მოსვლას, ძალიან საინტერესოა მსგავსი
წარმატების ისტორიების მოსმენა ხოლმე мотиваციისთვის. სადმე თუ განთავსდება შემდეგ ეს ვიდეო მასალა? კი, ჩვენ ვეცდებით HR Hub-ის სოციალურ ქსელებში ყველგან დავაშიაროთ ეს ჩანაწერები და ყველას ექნება შესაძლებლობა რომ მოусმინოს. წარსულში ტრენინგები, მასტერკლასები გვახსოვს თქვენს ღონისძიებებზე, ამჯერად თუ იქნება მსგავსი? კი, ზუსტად მასტერკლასებსა და სპიკერების გამოსვლებს მოისმენენ დღეს მოსული კანდიდატები ფესტივალს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ დღეს საღამოს 5 საათიდან ექსპო ჯორჯიაში HR Hub-ის მიერ მესამე პავილიონში HR Hub-ის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც დაახლოებით 200 ვაკანსიამდე იქნება აქტიური და სწორედ 200 ადამიანს შეიძლება იპოვოს დამატებით ახალი სამსახური ან შეიცვალოს. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ანა ნავრადაშვილი, HR Hub-ის დამფუძნებელი. ჩვენ კი ყველა პოტენციურ თქვენ სტუმარს ფესტივალზე ვუსურვებთ წარმატებებს. ველოდებით ყველას.